არავითარ შემთხვევაში არ ჩაეწერო ჩემთან კონსულტაციაზე, თუ შენ ხარ ამ სამი ტიპიდან ერთ-ერთი. ეს ვიდეო არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ელოდებიან ერთ ღამეში წარმატებას. ადამიანებს, რომლებსაც უნდათ რაიმე სასწაულმოქმედი აბით მიაღწიონ წონის კლების მიზანს და ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ ჩადონ ამ ყველაფერში საკმარისი მოთმინება და ძალისხმევა. თუ შენ ამ კატეგორიას მიეკუთვნები, განაგრძეს სკროლვა. მაგრამ თუ შენ არ მიეკუთვნები ამ კატეგორიას და სერიოზულად გინდა მიუდგე ამ საკითხს, ეს ვიდეო შენთვისაა. ჩემი პროგრამა არ არის მაგიური მეთოდი, რის დახმარებითაც ძალისხმევის გარეშე დაიკლებ ზონაში. თუმცა, ეს ის პროგრამა, რაც ნამდვილად მოგიტანს შედეგს. თუ ჩემი არ გჯერა, მოусმინე ჩემს მოსწავლეებს. ლაშა, გამარჯობა კიდევ ერთხელ. ლაშა, მე წინა კვირას დავიწყე, ანუ წინა ორ შაბათს. ხო და შენ მოიწერე წონები ჩააგდეთო და წონა რო ჩაგიგდე 76 კილო. ანუ წინა ორ შაბათს, ანუ სანამ დავიწყებდი კვირას ავიწონე, ორ შაბათ დილის ავიწონე უფრო სწორად და 78 და 400 გრამი ვიყავი და 5 დღეში დავიკელი, ანუ 2 კილო და რაღაცა 76 ვარ უკვე. ხო და 10 დღეში რომ მითხარი აწონვა, ნუ აწი შენ რო ჩაგიგდე იმის მე ავიწონე 10 დღეში. სიმართლე გითხრა ისე კარგად თავს სულ არ მინდა და აწონვა, იმიტომ რომ ცვლილებას ნაშკარად გრძნობ. გამარჯობა, მე ვარ სალო, 31 წლის, 3 შვილის დედა. ლაშასთან კონსულტაცია გავიარე 3 თვის წინ და მისი მენტორობით დავიწყე სწორი კვება. დღეს ვარ -13 კილოგრამით ნაკლები. როდესაც დავიწყე, არ მეგონა თუ ასეთ მოკლე დროში მექნებოდა ეს შედეგი, რაც მინდოდა. თავიდან როდესაც დავიწყე, ძალიან მეშინოდა და ნერვიულობდი, იმიტომ რომ მეგონა ვერ შევძლებდი, ძალიან რთული მეგონა, მაგრამ პირიქით არის ძალიან მარტივი, უფრო მარტივი ვიდრე ის რომ როდესაც ყველაფერს ჭამ. მარტივია, იმიტომ რომ ჭამ ყველაფერს, რაც არის გემრიელი და ჯანსაღი და არ გეშინია რომ ზედმეტი მოგება და მოიმატებ. ყველაზე საუკეთესო რამ რაც შენს თავს შეგიძლია გაუკეთო არის ის რომ იკვებო სწორად და ჯანსაღად. იყო ფორმაში და რაც მთავარია ჯანმრთელი. შეუძლებელი არაფერი არ არის. თუ მოინდომებ და აუცილებლად უნდა მოინდომო შენი საკუთარი თავისთვის, თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ. თუ ხარ კარიერით დაკავებული ადამიანი და გინდა დაიკლო წონაში ჯანსაღად, მომწერე პირადში სიტყვა გასაუბრება და ჩავნიშნოთ კონსულტაცია.